ჩვენიერი დღე გვაქვს, არაჩვეულებრივი დღე საქართველოს ისტორიაში და ყველამ კარგად ვიცით, ქვეყანაში გლოვის მდგომარეობა, პატრიარქი გარდაიცვალა და ყველას, დიდსა და პატარას, ვიც ღრმა შემეცნებით თუ მცირე გაგებით, ყველა შეეხო ეს საკითხი და ყველა ერთმანეთს უთანაგრძნობს. ბევრი ამბობს, რომ დაუობლდით, ბევრი ამბობს, რომ ეს ეპოქა დასრულდა. ვისაც რწმენა აქვს დროისა და მარადისობის სხვა თვალით აღიქვავს მოვლენებს და სხვაგვარად აფასებს მიმდინარე პროცესს. იმიტომ რომ ქრისტე როცა მიდიოდა მოწაფეებს უთხრა მე ობლებად არ დაგტოვებ თქვენ. მე სულიწმინდას გამოვგზავნე თქვენთან. და როცა ისინი ვისაც ღმერთი ჭურჭლებად იყენებდა წლებისა და ათწლეულობის მანძილზე, ვინც ემსახურებოდნენ უფალს და აკეთებდნენ იმას, რაც უფალს ნებავდა აი ამ ქვეყანაში, მე მჯერა რომ 115 ფსალმის მე-6 მოხში წერია, ძნელია და მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მის წმინდანთა. ძალიან მძიმეა უფლისთვისაც ეს, როცა ტოვებენ ამ ქვეყანას, სრულდება მისია, სრულდება დრო და ადამიანები უბრუნდებიან დროებით მისიიდან მარადიულ სამყოფელს. ჩვენ ეკლესიას მე მინდა რომ ერთი რაღაცა გითხრათ. ხშირად პატრიარქი იმეორებდა ხოლმე ასეთ სიტყვებს, ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. თუ მოგისმენიათ ეს ხშირად იმეორებდა, რომ ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. ქრისტემ როცა ეკლესია დააფუძნა დედამიწაზე, ის იყო ერთი მთლიანი. სხვადასხვა პოლიტიკური გავლენებით, სხვადასხვა ტერიტორიული მთლიანობებით, სხვადასხვა ადამიანთა თანხმობისა თუ უთანხმოების შედეგად აღმოჩნდა ისე რომ ადამიანები დაიყვნენ როგორც პირველივე საუკუნეში უკვე იმ ნიშნების შეიმჩნეოდა ამ დაყოფისა, რასაც პატრიარქი ლაპარაკობდა რომ ეშმაკი ყოფს, როგორ დაყო პირველ ქრისტიანებში, ქრისტიანების შიგნითვე. მე პავლესი ვარ, ერთი ამბობდა, მე აპოლოსი ვარ. ზოგი მე კეფასი ვარ, პეტრეზე ამბობდა. და პავლე მოციქულებს, ნუ თუ დაიყო ქრისტე? გაიყო ქრისტე? როგორ შეიძლება ადამიანი ეკუთვნოდეს პიროვნებას ან დენომინაციას? პიროვნება უნდა ეკუთვნოდეს ქრისტეს. არავის არ გადაუხდია, არც ერთ დენომინაციას არ გადაუხდია შენი გამოსყიდვის საფასური. ქრისტემ საკუთარი სისხლი და საკუთარი სიცოცხლე დადო ჯვარზე იმისთვის რომ შენ ამ დედამიწაზე ქონოდა ხსნა. ამ დედამიწაზე მარადისობაში კი არ გაირკვევა გადარჩები თუ არ გადარჩები. ეფესელთა მეორე თავის მე რომ უხლი ამბობს, მადლით ხართ გადარჩენილები. და არაა ეს თქვენგან, ეს ღმერთმა საჩუქრად მოგცათა. რომ არავინ არ დაიკვეხნოს, რომ ისე კარგად იცხოვრა, რომ შეძლო რომ მიეღო ეს. სჯულის დამცველებმა ვერ შეძლეს გამართლება ღმერთთან. გადარჩენა ღმერთის მიეღოთ თავიანთ ცხოვრებაში. ამიტომ თუ მადლით არის გადარჩენა, მაშინ არ ყოფილა მიკერძოებით. არც დენომინაციას არ შეუძლია მისცეს ადამიანს გადარჩენა, არც პიროვნებას არ შეუძლია ვინმეს მისცეს რაიმე. ხსნა იუდეველთაგანაა ბიბლია ამბობს. და იუდეველთაგან მოვიდა იესო ქრისტე, რომელმაც მისცა ყველა ჩვენგანს ის, რაც ღმერთისაგან ქონდა მას მოსაცემი, როგორც კაცმა იესო ქრისტე მოვიდა, იცხოვრა ჩვენ შორის, გაგვიზიარა და დაგვიტოვა 4 სახარება, წმინდა წერილები, სულიწმინდა დღეს მუშაობს ადამიანთა გულებში, ვინც იესო ქრისტეს მოძღვრება. მეორე იოანეს წერილის მე-9 მოხლებში წერია, ვინც შორდებაო და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არ ხავს ღმერთი. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას, 4 სახარებას, მოციქულთა საქმეების იმ განმარტებას, რომელსაც მოციქულები
ახსნიდნენ და გვაგებინებდნენ თუ რა თქვა უფალმა, რა გვასწავლა უფალმა, ივანე ამბობს, ვინც დაშორდება აი ამ ქრისტეს მოძღვრებას და მოთხსახარებას, შეხედეთ ივანეს წერილს ვკითხულობ. ეს არის მეორე ივანეს წერილი, მე-9 მუხლი და მე-10 მუხლი. ყოველს 8 მილიარდი ადამიანიდან, ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არ ყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ყავს და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებითო მას. ხშირად არის რომ კარებზე აკაკუნებენ და ისეთი კითხვით იწყებენ. თქვენ იცით რომ არმაგედონი იქნება? თქვენ იცით რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება? ვიცი, მიუხურე კარები. თორე ბიბლია ამბობს, სახლში ყავაზეც არ უნდა დაპატიჟო, როცა არ მოაქვს ეს მოძღვრება. ზოგი ამ შიგნით შევიყვან და იქნებ მე გადავარწმუნო ის გადასარწმუნებლად არ მოსულა, შენს ეჭვების დასათესად არის მოსული. შენში ეჭვების შესატანად არის და ზოგიერთი მე მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, შეურაცხყოფელი სულაც არ არის, იმიტომ რომ პავლე მოციქული ხშირად აგონებდა ეკლესიას და ამბობდა რომ მიამიტური რწმენით უღებს გულის კარსაც და სახლის კარსაც და ხშირად ეჭვებით ივსებს მერე თავს რომ ეს ასეა თუ არა. ერთხელ მე მივეცი იმის საშუალება ერთ პიროვნებას რომ მოსულიყო ჩემთან და მე ჯერ არ ვიყავ რწმენაში ისე მტკიცედ და არც ბიბლიის სკოლა არ მქონდა გავლილი და მეთქა შეგიძლია დარჩე და არ წახვიდებ მსახურებაზე? მე ვთხარ მე ეკლესიაში უნდა წავიდებ მსახურებაზე და ვითხარ დარჩი და ჩვენ ვისაუბროთ ღმერთის სიტყვის ირგვლივ. მეც აი ამ მიამიტური და ბრიყული ღმერთის თვის რომ თითქოს ვრჩებოდი დავრჩი და მე უნდა და საწერე რომ ღმერთის ამებაა. რომ სამპიროვანია ღმერთი. აჰა, მომაწოდა მითხრა, აჰა და წამიკითხე ერთი ადგილი და მეც ვირწმუნებო მითხრა. მე არ ვიცოდი წერილები, არც ადგილები ვიცოდი, არც რწმენა მქონდა მყარე. საწერია რომ ქრისტე ღმერთია, საწერია წამიკითხე ერთი ადგილი მაინც. შენო იქ გაბრიყვებენ მითხრა და ასეთ შემთხვევაში იჭერენ ისეთ ადამიანებს, ვისაც რწმენა მყიფი აქვს და ეჭვები ჩამითესა, აი რა ვიტყვი მილიონი ეჭვებით გადამავსო. მე უკვე რთული იყო ჩემთვის მოსმენა, იმიტომ რომ ეჭვები შიგნიდან გაწუხებს და რწმენას გინგრევს. სადაც ეჭვია, იქ რწმენა ვერ ჩერდება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მინდა რომ ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტემ დედამიწაზე პირველივე საუკუნეში ეკლესია დატოვა ერთიანი და მთლიანი. ვისაც უნდა თქვას, რომ მე ერთი პიროვნება მეუბნევა, ცოდვილი ცხოვრები ცხოვრობს, მე აი პრესტუპნიკი ბიჭები ვართ, რა კაი ბიჭები ვართ, ჩვენ ისპალნიცელები ვართ და ესეთები ძალიან ესეთი ისინი არიან, შავი და ბოროტების გამკეთებელი რო არის და ვერ იცი რა გააკეთებს ამას და მართლა არ შეეშინდება არც პოლიციის და არც ციხის. მე მეუნა, იცი მე მართლმადიდებელი ვარ. მართლმადიდებელი მე ვარ. მართლის მადიდებელი მინდა ვიყო მთელი ჩემი ცხოვრება. მთელი ჩემი აღსარებლობა, მთელი ჩემი რაც კი ვიარსებ ამ დედამიწაზე, მინდა რომ ჩემი რწმენითაც, ცხოვრებითაც, მრწამსითაც ვიყო მართლის მადიდებელი. კათოლიკური ეკლესია ნიშნავს საყოველთაოს, იმიტომ რომ ყველას ეკუთვნის ხსნა გადარჩენა, არ არსებობსო არანაირი განსხვავება პავლე მოციქული ამბობს. კარგ შემთხვევაში, თუ შენ კარგი ქრისტიანი იქნები, ვერ შეძლებ რომ იყო მიკერძოებული და დაყო. იცი შავკანიანებს არ ეკუთვნით, მე ვიყავი აფრიკაში რამდენჯერმე და შავკანიანები ძალიან ბევრი ექცევიან ქრისტესკენ. ისინი ჩვენი დაძმები არიან. ზოგჯერ ჩემ მენიუსა და გემოვნებაში თუ არ ჯდება მათი მიღება, მაშინ შენ შავკანიანი ხარ, მე კორეაშიც ვიყავი. და კორეაშიც ვნახე რომ ვისაც ასეთი თვალები აქვს, მაგრამ ისინი ათასობით და ათასობით არიან ეკლესიაში, რომლებიც თაყვანსცემენ იესო ქრისტეს ისევე როგორც მე. ეფესელთა მეორე თავში პავლე მოციქული გაფრთხილებას აკეთებს როგორც მოძღვრებაზე, ასევე პავლე მოციქული ეფესელთა ეკლესიას ეუბნება რომ ყურადღებით იყავით ეფესელობამ, იმიტომ რომ ეფესელთა ეკლესია უფრო სულიერი და უფრო ძლიერი გაგების იყვნენ იმ მოძღვრების გზაზე, რომელზეც იდგნენ და ნახეთ რა შეეუბნება პავლე მოციქული.
ეს არის ეფესელთა მეორე თავის 14 მუხლიდან. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელსაც ორი ერთად აქცია და დაანგრია შუაზე მდგარი ზღუდე. გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა სჯულით, დებულებებით, რათა ორისაგან თავისში ქრისტეში იმ გზაზე, იმ რწმენაში წარმოეშვა ერთი ახალი ქმნილება, ახალი კაცი მშვიდობის დასამყარებლად. რას ნიშნავს დაანგრია შუაზე მდგარი ზღუდე? თითოეულ ჩვენგანში უნდა იყოს ეს ზღუდე დაანგრეული, რაც ქრისტემ დაანგრია. ეს არის ჩემი შეხედულება სხვა ნაციაზე, სხვა პიროვნებაზე და მიუღებლობაზე. ქრისტემ დაანგრია შუაზე მდგარი ზღუდე. ადრე იცით, ებრაელი ხალხი არ ღებულობდნენ წარმართებს საერთოდ. ცოტა შორის დღეს ვინც მოსეს ჯულის მიმდევრობის ერთგულები რჩებიან, დღესაც უყურებენ წარმართებს, იცით რომ წარმართი გოიმს ნიშნავს და გოიმები არიან სულყოლანი. და ღორებად და ძაღლებად მოიხსენიებდნენ წარმართებს და დამოკიდებულებაც ასეთი ჰქონდათ. როცა პავლე მოციქული ქადაგებდა და ერთხელ თქვა რომ ღმერთი გამომეცხადაო და დღეს ვილაპარაკებ ამაზე. გამომეცხადა ისმე ტაძარში და მითხრაო შორს გგზავნი მე შენ წარმართებთან. ებრაელმა ხალხმა რო გაიგეს რა ღმერთი წარმართებთან აგზავნის ვინმეს, წარმართებს რაიმე სიკეთე შეიძლება ქონდეთ და მათ ქონდათ გაყოფილი ჩვენ და ისინი. ისინში სიტყვაშიც კი მოხსენიებით ამბობდნენ ცუდს. მაგრამ იესო ქრისტე მოვიდა და თქვა რომ ქრისტეში აღარ არსებობს ნაცია, აღარ არსებობს დენომინაცია, აღარ არსებობს სქესიც კი. ქრისტეში აღარც იუდეველია, არც ბერძენი, არც მამრი, არც მდედრი. აბა რა, ახალი ქმნილება ჩემში, ახალი ქმნილება, ახალი კაცი, რომელიც შინაგან სამყაროში შუა ღმერთმა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის შეეცადე რომ მშვიდობისაკენ წაიყვანო და იპო საერთო და არიან ადამიანები ვინც აი ამ კედელს კიდევ უფრო მაგრამაგრებენ მე იცი მე აი მყარად ვარ ეს რომ შენ ვერ შემოხვიდე ჩემს სამყაროში მეორე აშენებს იმ კედელს კიდევ უფრო მაგრ მე აი ეს ვარ თუ შენ ქრისტეს კუთვნილება ხარ მისი სისხლით გამოსყიდული პავლე მოციქული ამბობს ნუ თუ არ იცით რომ ქრისტეს ძვირფასი სისხლით იყავით გამოსყიდულნი და თქვენს თავს არ ეკუთვნით. ვინც გამოგისყიდა, მასვე უნდა ეკუთვნოდე და მას უნდა მისცეს საშუალება, რომ როგორც წეხამ გალობდით, უფალი ჩემი მწყემსია. რა? მე თვითსჯული ვარ და მე თვითონ ვიდგენ წესსა და კანონს და მე თვითონ ვასრულებ და მე თვითონვე ვიწონებ თავს. არა, მე უარს ვამბობ თვითსჯულობაზე. ქრისტე ამბობდა თვითსჯულია ეს ხალხი. ანუ ყველას თავის შეხედულება აქვს, ყველას თავის წესი აქვს, კანონი აქვს. მაგრამ ის კედლებს აშენებს ურთიერთობებში და ადამიანები უცხოები არიან ერთი მეორისაგან. არა და ჩვენ ადამიანში დაგვემართა ეს სენი და ავადმყოფობა. ქრისტეში კი ვიყურნებით. ამიტომ ყველა ვინც ადამიანში დაიბადა შენ უნდა დაეხმარო და მე უნდა დავეხმარო და ყველა ვინც ეს შემეცნება მიიღო და თქვა მე არასოდეს არ ავახშენებ იმ კედელს რაც უფალმა დაანგრია. რა კედელი დაანგრია ქრისტემ? ქრისტემ დაანგრია შუღლის კედელი არ ქონდა მნიშვნელობა ადამიანები. ცით იგონებენ კედლებს სხვადასხვანაირს. მაგალითად ფემინისტები რასაკეთებენ? ზძულთ კაცები. იმიტომ რომ ისინი მოძალადეები არიან და აშენებენ ერთ ისეთ კედელს, რომლითაც აი მაგათი სინსილაკი გაწყვდა ხშირად. იწევლებიან კიდევაც. რა დააშავეს კაცებმა? რა დავაშავეთ? ცით ადამიანებმა სქესის მიხედვითაც დაიწყეს დაყოფა, პოლიტიკის მიხედვითაც დაიწყეს დაყოფა. სოციალური დონის მდგომარეობითაც რომ ვიღაცა ელიტა და ვიღაცა მომსახურე აღარ არსებობს ქრისტეში. თუ ქრისტეში ხარ, ყველა ერთია და ყველა ერთიან და ამიტომ ჩემო ძვირფასებო პირველი ხედვა რაც მინდა რომ სიტყვის სინათლეზე ჩამოვიყალიბოთ და ყველა ის სიმაგრე რომელიც ჩემს თავში და წარმოდგენაში იყო მე ქართველი ვარ.
ეს იმას ნიშნავს, რომ მე თუ ქართველი ვარ და ცოტა ისე ვიწონებ თავს, დანარჩენები ქვემოთ დადექით და ჩემი კედელი აშენებულია. მე შეიძლება თავმდაბლობით ბიბლია ამბობს, რომ ქრისტე ზეციდან ჩამოვიდა და თავმდაბლობის მაგალითი მოგცა. სატანა, რომელიც ზეცაში იყო სიამაყიდან, ქრისტემ თქვა, მე დავინახე ის მიწაზე გადმოგდებული. ხოლო ქრისტე, რომელმაც დაიმდაბლა თავი და გზა გაგვიყოლა, გითხრა თუ ამ გზას გაყვებით, დაცემული მდგომარეობიდან ჩვენ შეგვიძლია შეცვლილნი აუმაღლდეთ ზეცად. ამიტომ ჩვენ გვაქვს უტყუარი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგია რომ მას მივმართოთ, რომელიც ჩვენს გონებაში ანათებს და დღეს ვილაპარაკებ ამის ირგვლივ ცოტა უფრო მეც თუ რას გვასწავლის ღმერთის სიტყვა, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ადამიანებთან, რომლებიც კედლით მოდიან. ზოგი როგორ მეცი, მე ერთხელ ერთ კათოლიკე მღვდელს ველაპარაკებოდი და მე მგონი სტამბოლის აეროპორტში ვართ და ველაპარაკები და მოდის ერთი მღვდელი კიდევ რაღაც და ისეთ ჩაცმული იყო, ვერ გავიგე რომელი დენომინაციის იყო ის მღვდელი. და ვეუბნები, ეს თქვენი ეკლესიიდან არის მეთქი მამაო. ეგ სიტყვა ჩვენთან არ იხმარებაო. და რომელი სიტყვა მეუთხარე? თქვენი ეკლესიიდან არის, ყველა ჩვენიაო. ეგ როგორ მეუთხარე? აი ასე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კათოლიკური ეკლესია არის ყველაზე ზემოთ მდგარი ყველაფერზე, ის არის ყველაფრის თავი და დანარჩენები დაბლა არიან. ეს ხელად უცხო რაღაცა იყო. თავმდაბლობა კი არ. ახალი კედელის ზევით როგორ აუძრე. ქრისტეს არ აუშენებია ასეთი კედლები, რომ ზევით აძრნენ ადამიანები ვიღაცების თავჯდომარეები გახდნენ. ქრისტემ თავმდაბლობა გვასწავლა და ფეხბანვა. და გითხრა ნეტარ ხარ თუ ამას გააკეთებთ და ეს იცით. ამიტომ არასოდეს არ მისცე ეშმაკს საშუალება შენში სიმაგრე ჩამოაყალიბოს. რომ მე იცი ზოგიერთს მე არასოდეს არ მინდა თქვა რომ მე პროტესტანტი ვარ. იცით რატომ არ მინდა თქვა? მე ქრისტიანი ვარ და თუ ჩემს ცხოვრებაში არსებობს რაღაცა რომ დავინახო რომ ადამიანი არასწორად ცხოვრობს და აგერ პოლიტიკასაც აპროტესტებენ და ზოგი ბიზნესში აპროტესტებს რაღაც მეორე, ყველა პროტესტანტი გამოდის ამგვარად, მაგრამ მე მინდა რომ ჩემს წოდებას როგორც ადამიანში დაბადებულს, ისე ქრისტეში გამართლებულს და მიღებულს ერქვას ქრისტიანი. და ჩემს გარშემო მინდა ქრისტიანებთან მქონდეს ურთიერთობა. ქრისტეს მოძღვრების მატარებლებთან, ქრისტეს მოძღვრების მალაპარაკებთან, ვინც ასრულებს ქრისტეს მოძღვრებას, ვინც როგორც წერია, ვინც ჩორდებაო და არჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არ ყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს, რა? მამაც ყავს და ძეც. ამიტომ მოდი დავრჩეთ ქრისტეს მოძღვრებაში. დღესაც შევეხოთ აი ამ სიტყვას, რაც გვინდა რომ ვისწავლო და ქრისტეს მოძღვრებაში დარჩენილი, შენ დოკუმენტალურად წერილი გიმოწმებს და გეუბნება რომ შენ მამაც ყავს და ძეც. ქრისტეს მოძღვრებას თუ დასილდები და იტყვი, ზოგი იკვეხნის კიდევაც, რომ მე იცი ან რაღაცით მოიწონებს თავს, ზოგი გვარიშვილობით იშენებს კედელს, ზოგი ნაცით, ზოგი რწმენით, ზოგი სოციალურ ფენით კიდევ 1000 შეიძლება ჩამოთვალო. მაგრამ ქრისტიანი, რომელიც უფლის სულის მატარებელი არის, უბრალო გულით და თავმდაბლობით არის სხვისი მსახურება. ემსახურება სხვა ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორი კედელი აქვს მის წინ აშენებული. ის უბრალოდ კურთხევა ხდება სხვისთვის. და ეს არის ჩვენი მოწოდება დედამიწაზე. და ყველამ თქვას მომავალ ამენ. ცით მე როცა ვლაპარაკობ ამ სიტყვებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რას ვლაპარაკობ მე, მნიშვნელობა იმას აქვს, რა ხდება შენ შიგნით. გაქვს მოწმობა სულიწმინდისაგან თუ არა, ეს სწორს ლაპარაკობს. ამინ, შენში თუ სულიწმინდა დამოწმებას აკეთებს, რომ ამინ, მაშინ მისი მიუღებლობა, ჩემი მიუღებლობა კი არ არის იმ ამინის მიუღებლობა, რომელსაც ადამიანები ხშირად წინააღმდეგობას უწევენ და ქრისტემ თქვა, ვინც სიტყვის ძის წინააღმდეგ მას მიეტევება. მაგრამ ვინც შეეწინააღმდეგება იმ შინაგან ჭეშმარიტ მოწმობას, რომელსაც ადამიანში სულიწმინდა ახდენს მოსმენელი სიტყვის შედეგად, ვინც ამას წინააღმდეგობას გაუწევს, მასო არ მიეტევება, იმიტომ რომ მან ჭეშმარიტებას, რომელსაც ქონდა უტყუარი მოწმობა. იცით, ჩვენ ტყუდებით თვალშიც, ყურშიც,
ზოგჯერ ფიქრშიც, მაგრამ სულიწმინდის შინაგანი მოწმობა არის მარადიული და უტყუარი. მე როცა მოვედი ეკლესიაში და ვისმენდი ქადაგებას და სიტყვას, არავის არ უთქვია ჩემთვის, აი რაღაცები დამარწმუნეს, რაღაცების დანახთ, არა, მე ვიჯექი და სულიწმინდის მოწმობა სრული დამოწმება იყო იმისა, რომ მე ჭეშმარიტება ვერწმუნდა. უკანასკნელ დღეებში იქნება ძალიან ძლიერი ცდუნებები. ადამიანები მრავალი ნიშნებით მოვალ სატანა, ძალების გამოვლენებით ანტიქრისტი 1000 გვარ ნიშნებს მოქმედებს, იქნება რჩეულნიც კი შეაცდინოს თუ კი შეძლებს. ვისაც თვალებით აქვს მოწმობა, ვისაც ფიქრებით აქვს მოწმობა, ვისაც ყურებით აქვს მოწმობა, ვიც ხელებით უნდა მოსინჯოს იუდასავით, მასავით, თომასავით, რომ ჩემი ხელი თუ არ ჩავყავი მის ფერდში და თითი თუ არ ჩავყავი მის მნალურს მოხელებს, თუ მე არ მოსინჯე, არც ერთი არ არის უტყუარი მოწმობა, არც ხელი, არც თვალი, არც ყური, არც ფიქრი, აბა რა? სულიწმინდის მოწმობა. ქრისტემ თქვა, მათეს მე-11-6 მოხში, ნეტარი იქნება ის კაცი, ვინც არ შესწდება ჩემში. რომ არ შეცდე ქრისტეში, რა უნდა გააკეთო? დააკვირდი რაღაც ნივთებს, ეს ტყუილია. აი მოისმინე კარგად, ეს კაცი კარგად ლაპარაკობს. არა, არც ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება. შინაგანში უნდა კონდეს შენი მოწმობა. 1 იოანეს 5:7 წერია, ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავში აქვს მოწმობა. რომელიც ღმერთმა დაამოწმაო თავის ძეზე. მე იმთხელა თანდასწრებაში ვიყავი უფლის გარემოცვაში, რომ აღარ ჭირდება ადამიანებმა მითხრა, რომ ის რასაც შენ მიყვები, ეს ადამიანურია, ან ჭეშმარიტია. მე არც ადამიანთა პლუსის დამოწმება მინდა და არც მინუსი ვერ შეცვლის იმას, რაც როგორც ბეჭედი სულიწმინდისაგან შინაგანი მოწმობით იდება ადამიანის გულზე. თქვენ არასწორად გწამს. აი ასე კი არ უნდა გადაიწეროთ პირჯვარი, აი ასე უნდა გადაიწეროთ. მარცხნიდან მარჯვნივ, თუ მარჯვნიდან მარცხნივ. არა, რომელიღაცა არის ჭეშმარიტი და ადამიანს უნდა თქვას, რომ თუ მე მარჯვნიდან მარცხნივ გადავიწერე, მე მართლმადიდებელი ვარ. თუ მარცხნიდან მარჯვნივ გადაიწერა პიროვნება, ის კათოლიკია. და ადამიანები ამ ჯურის გადაწერითაც კი ყოფენ ერთმანეთს. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც უფალს მიაკუთვნა თავი. და იცის რომ მე სულაც რომ არ გადავიწერო პირჯვარი. მე უფლის მოწაფე ვარ. უფლის კვალს მივყვები, უფლის ნების მსახური ვარ და უფალი ბიბლია ამბობს, იცნო უფალმა თავისებია. იცნო უფალმა თავისები. ეს არის მეორე ტიმოთეს 2:19 მუხლი. იცნო უფალმა თავისები. და განუდგესო ყველა ყოველგვარ ბოროტებას. იმიტომ რომ ღმერთი ირჩევს ადამიანებს და ეძახის. მე მინდა დასასრულს სანამ თემას შეუდგები და საკითხზე გადავალთ, გითხრათ რომ ქრისტიანობა საიდუმლო გზაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქრისტიანობა საიდუმლო გზაა. ეს არ არის საყოველთაო ყველა ერთად მოდი შევგროვდე და გავყვეთ, არა. ეს არის შინაგანი სამყაროს პირადი კავშირი უფალთან. მათეს მე-6 თავში ქრისტე სამჯერ ასწავლიდა მოწყალებაზე, ლოცვაზე და მარხვაზე და სამჯერ ეუბნება მამა, რომელიც ხედავს შენ დაფარულში და რუსულ თარგმანში წერია Отец, видящий тебя в тайне. მამა, რომელიც ხედავს შენ საიდუმლოებებში, მოგიზღავს შენ ცხადად. ამიტომ იყავი მე საიდუმლე ქრისტიანი. შინაგანი სამყაროს, საერთოდ ჩვენ შინაგანი ორგანოები გვაქვს და ჩემი შინაგანი ორგანოები არავის არ უნახავს, არც თქვენი ორგანოები არ მინახავს მე შინაგანი ორგანოები. აბა შინაგან სამყაროს რატო ვაშიშლებთ ხშირად და გადმოგვაქვს ადამიანებთან ენით გვინდა არის იდუმალებანი, რომელიც ადამიანმა თავის შიგნით უნდა ატაროს. რწმენა იდუმალებაა. არ ვერც ვერავის ვერ მოვახვევ თავზე და არც არავისგან არ უნდა მოიხვიო. შენი იდუმალი რწმენა ეს არის შენი შუქურა ღმერთის სიტყვის სინათლით, რომელიც გიძღვება იმ გაკვალულ გზაზე, რომელსაც ვიწრო გზა ქვია. და ყველამ თქვას მომაღლა ამინ. ეს მცირე შეგონება, რაც შეიძლებოდა რომ დასაწყისის მეთქვა. მოდით გავიხსენოთ წინა მსახურების თემა, რაზეც ჩვენ საუბრობდით. ეს იყო თემა და დღეს დავასრულებთ ამ თემას, გამოცხადება. რა არის გამოცხადება? გამოცხადება ეს არის უფლის ჩარევა ადამიანის ცხოვრებაში. რთვალი აეხილოს,
გული გაეხსნას, გონება გაეხსნას. და როცა ღმერთი ადამიანთან მოქმედებს და ადამიანის ცხოვრებაში იწყებს მოქმედებას, ადამიანებს თვალი ეხილებათ. მოდი წავიკითხოთ პირველი ადგილი, რომელზეც ჩვენ გავჩერდით და რატოც დავიწყეთ აი ამ გამოცხადების მნიშვნელობას, რატო უსვავთ ხას, ეს არის მათეს 16 თავში, ქრისტე ეკითხება თავის მოწაფეებს. და შემდეგ ჩვენ ხედავთ ქრისტეს აღთქმას თუ რას აპირებს უფალი თავისი აღთქმით. მათეს 16 თავის 13 მუხლიდან ვკითხულობ. ფილიპეს კესარიის მხარეში მისვლისას იესომ კითხა თავის მოწაფეებს, რა გონია ხალხს ვინ არის ძეკაცისა? მათ უთხრეს, ზოგი იოანე ნათლისმცემელიაო ამბობს, ზოგი ილია, ზოგი ერემია, ზოგი ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანი არისო ისო. ეუბნეო მათ, თქვენ რა სიტყვით, ამდენი ხანი თქვენთან ვარ, ვინ ვარ მე? სიმონ პეტრემ უთხრა მას, პასუხად, შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა ცოცხლისა. ანუ უთხრა, შენ ხარ ღმერთი ხორცში მოსული. მიუგო მას პეტრემ, მიუგო პასუხად იესომ, ნეტარ ხარ შენ, სიმონ იოანეს ძე, ვინაიდან ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია. და მეც გეუბნები შენ, პირველად ახსენებს ქრისტე აი აქ ეკლესიას თავის მსახურების გზაზე. და მეც გეუბნები შენ, შენ ხარ პეტრე. და აი როგორც მოგეცა მაღლიდან გამოცხადება, აი ამ გამოცხადების კლდეზე, ამ კლდეზე ავაშენებ ჩემ ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი და ჭიშკარი. პეტრეს ჰქონდა გამოცხადება ერთ სფეროზე. მინდა გითხრათ, რომ გამოცხადება მილიონი და მრავალწახნაგოვანი შეიძლება იყოს. ზოგს გამოცხადება აქვს თავმდაბლობაზე, რომ თავმდაბლები ყველაფერს იღებენ ღმერთისგან, იმიტომ რომ თავმდაბლებს ღმერთი მადლს ანიჭებს. ზოგს გამოცხადება აქვს ღვთის შიშზე, იმიტომ რომ ბიბლია ამბობს, არაფერი არ აკლიათ მის მოშიშებს. ზოგს გამოცხადება აქვს სიყვარულზე, რომ ღმერთი სიყვარულია და თუ სიყვარულში დავრჩებით, ღმერთში ვრჩებით და ღმერთი რჩება ჩვენში. ზოგს მოთმინებაზე აქვს გამოცხადება, თუ მოვითმენთ, ჩვენ გადავრჩებით აუცილებლად, თუ მოვითმენთ, ვიქნებით სრულქმნილი, უნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე და ზოგს გამოცხადება სხვა თემებს და საკითხებზე აქვს და როცა ეხსნება ადამიანს ეს გამოცხადება, ადამიანი შედის მასში და ქრისტემ თქვა, მე ასე ავაშენებ ეკლესიას. გამოცხადება ექნებათ ადამიანების გულში. როგორც შენ გამოგეცხადა პეტრე, რომ მე ვარ ღმერთი, გამოჩნდა ხორცში, ტიმოთეს წერს პავლე მოციქული. უცილებლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო, ღმერთი გამოჩნდა ხორცში. პირველი ტიმოთეს 3:16-ში ტიმოთეს ეუბნება პავლე, უცილებლად დიდია საიდუმლო, ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ადამიანები ქრისტეს ეხებოდნენ, ღებულობდნენ ქრისტესგან განკურნებას, მაგრამ ვერ იცნეს იგი. თავისიანებთან მოვიდა იოანე წერს პირველი თავის 12 მუხლში. თავისიანებთან მოვიდა იგი და თავისიანებმა არ მიიღესო იგი. ხალხს დევნიდნენ იმის გამო, გუშინ ვკითხულობდი ერთ ადგილს, როცა ქრისტემ ერთ თვალი აუხილა, ბრმა იყო დაბადებიდან და თვალი როცა აუხილა, ესენი გაოცებულებად, საიდან იცისო მან ეს ბოდოში და ტრიუკები, საიდან შეეძლო მას ეს გაეკეთებინა. ჩვენთან არ უსწავლია, ეს არის იოანეს მე-9 თავი და თუ წაიკითხავთ მე სახლში და მივიდნენ და შაბათს გააკეთაო თან, შაბათს არ შეიძლებოდა საქმის გაკეთება. შაბათს თუ გააკეთა, ესე იგი მოსეს ჯულის წინააღმდეგ არის, მოსეს ჯულის წინააღმდეგ თუ არის ღმერთისაგან არ არის, თუ ღმერთისაგან არ არის, მაშ როგორ შეძლო? და მიდიოდა დიდი ბჭობა და როცა ამას დაუძახეს უთხრეს, როგორ იყო, როგორ მოხდა ერთი, როგორ აგიხილა თვალი. და მეთხრა, მე არ ვიცი როგორო. მაშინ ვერ ხედავდი რა საკეთებდა ის, მაგრამ მითხრა წადი სილოამის აუზში მოიბანე თვალები და აგეხილება თვალი. მეც წავედიო, მოვიბანე და აი ხილული დავბრუნდე. რატომ ეკითხები თუ ამას, მისი მოწაფე ხო არ გინდათ გახდეთ? ისმეთ, ბოდიში და უცბად კბილები და აღჭრიალეს, აილეწნენ თავიანთ, მაშინ ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ და შენ ახარ მისი მოწაფე და შენ ახარ მისი მიმდევარი. ბოლოს ეს კაცი ეუბნება, თქვენ ხოს ჯულში გვასწავლდით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთია.
თუ ვინმე ღვთისნების მსახურია 31 მუხში წერია. თუ ვინმე ღვთისნების მსახურია და მას მისი ნების შემსრულებელია, მას უსმენს ღმერთიო. თქვენ ასე გვასწავლეთ ჯულში და ღვთისნების მსახური რო არ ყოფილიყო, ღმერთი როგორ მოусმენდა და მე დაბადებიდან ბრმას როგორ გამკურნავდაო. მაგრამ შობლებსთან წავიდნენ საკითხავად დაეუბნებიან, მართლა ბრმა დაიბადა თუ როლს თამაშობს ვიღაცა, ვითომ ავად იყო, ვითომ გამკურნა, ვითომ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი შვილი ბრმა დაიბადა. ეშინოდათ რომ ესენი იყვნენ როგორც მხედრიონელები, ავტომატებით რომ მიდიოდნენ და ხალხს აშინებდნენ. სინაგოგიდან მოჰკვეთ თქვენსაც დაობა თუ ვინმე იტყვის რომ იესო ნაზარეველი არის ქრისტე. ვერ წარმოვედგინათ ებრაელებს რომ იესოში ქრისტე ყოფილიყო. მათგანა ქრისტე უარყვეს, იესოში ვერ დაინახეს ქრისტე. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა ვერ მიიღეს იგი. ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს მის საძალაუფლება გამختარებდნენ ღმერთის შვილები. იოანეს 1:12. ასე რომ რისი თქმა მინდა, თუ ღმერთი არ აუხელს ადამიანებს თვალს, ისინი ბრმებად რჩებიან. შინაგანი სამყაროს სიბრმავე, ქრისტე დადიოდა და უკვირდა, თვალები აქვს და ვერაფერს ვერ ხედავენ. ყურები აქვს და არაფერი არ ესმით მამა. რა დამართა ეშმაკმა და როგორ გაანადგურა შინაგანი სულიერი სამყარო, თითქოს ფიზიკური, ბიოლოგიური თვალი აქვს, მაგრამ წარმოსახვის თვალები დაბრმავებული აქვს. ვერაფერს ვერ ხედავს. ყურები აქვს, მაგრამ აზრს ვერ გებულობს. გული აქვს და ვერაფერს ვერ გრძნობს. ღმერთის გზნობა და ამას ქვია სიკვდილი. ცოცხალია ბიოლოგიურად, ღმერთისთვის მკვდარი და გათიშული. მაგრამ ქრისტე მოვიდა და თქვა, მე ავაშენებ ჩემ ეკლესიას. როგორ დაიწყებ უფალო, რითი უნდა აშენო? და იმახსოვროთ, რომ ეს არ არის შენობა, ეს არ არის ეკლესია. ბიბლიაში ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები ხშირად სრულმოძღვრების კინო, აი ეკლესია, ჩვენი ეკლესია, ეს არ არის ეკლესია, ეს არის შენობა, სადაც ეკლესია იკრიბება. ეკლესია არის მრევლი, ეკლესია არის ხალხი, ქრისტეს საპატარძლო და ბიბლია ამბობს, თუ შენმა ძმამ შეგწოდა, მიდი დაამხილე, როცა მარტონი იქნებით. თუ არა მე ორიც მიიყვან, თუ არა და მე ეკლესიასაც უთხარიო. მათეს 18 თავში არის ეს ადგილი. ეკლესიასაც ვთქვა, ეკლესიამ გადაწყვიტა, ეკლესიამ ილოცა, ცით ბიბლიაში ბევრგან ნახავთ, ეკლესიის ჩართულობა არის და ეკლესია როგორ მოქმედებდა. ამიტომ ეკლესია ვერ შეიძლება იყოს კედელი, ეკლესია ვერ შეიძლება იყოს ქვა, ეკლესია ვერ შეიძლება იყოს ხე და ასე შემდეგ და მასად შეიძლება ეკლესიის შენობა არის, სადაც ეკლესია იკრიბება, მაგრამ არასოდეს არ თქვა, რომ ის ეკლესიაა. ეკლესია არის ღმერთის ხალხი და ქრისტე დაბრუნდება ეკლესიის წასაყვანად და არაშენობების წასაღებად. ამიტომ ეკლესია ემზადება როგორც მისი საპატარძლო ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენი გულები უფლის სიტყვის სინათლეზე მზადდება. ამიტომ როცა ჩვენ სხვადასხვა თემებს და საკითხებს ვეხებით, ჩვენ გვიცხადებს უფალი ეკლესიაზე, ვინ არის ეკლესია, ეკლესია რა კი არ არის, ვინ არის. ეკლესია ქრისტეს საპატარძლოა და ღმერთის ოჯახი. ამიტომ ძალიან ბევრია წერია რომ ისე შეიყვარა მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები. რა თქმა უნდა გვიყვარს არა. ისე უნდა გიყვარდეთ ეფესელთა 5:25 ამბობს რომ ისე უნდა გიყვარდეთ თქვენი ცოლები როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასცირა რაღაცისთვის, არა მისთვის ნიშნავს რომ ის არის და არა რა. ის არის მისი საპატარძლო. ამიტომ ეკლესია არის ცოცხალი და ღმერთის ოჯახი, როგორც თქვი. ჩვენ ვაგრძელებთ თემას გამოცხადებასთან დაკავშირებით. ქრისტე თქვა რომ მე ავაშენებ ჩემ ეკლესიას. და ეს ეკლესია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შენდება ბლოკით, აგურით, ცემენტით, ხით და სხვადასხვა სამშენებლო მასალებით. ეკლესია ქრისტემ თქვა აშენდება და ეკლესიის მშენებლობა უნდა ვიცოდეთ რომ გამოცხადებებით ხდება. ყველას სათითაოდ მინდა გითხრათ რომ გამოცხადება ეს არის უფლისაგან მოსული გაცხადება, გახსნა, როცა ადამიანს გონება გაეხსნა წერილების გასაგებად. ამიტომ რაღაცა გაფრთხილება მინდა გითხრათ ყველას. ჩვენ ყველა ვინც ადამიანში დავიბადეთ, ყველას გვაქვს ერთი საშინელი სენი
მრავალ სენთან ერთად კიდევ, რომელსაც სიზარმაცე ქვია. და უკანასკნელ დღეებში ბიბლია ამბობს, რომ მოვალ ზოგიერთი და თავიანთ მინასა და ტალანტს, რომელსაც არ ხმარობდა იმისაც, რომ სასწაული საქმე გაეძლიერებინა, მე ვეტყვია უფალმა თქვა, ზარმაცო და ბოროტო მონაო. მე არ გიცნობში. გადააგდეთ იგი გარესკვნელ სიბნელეში, სადაც იქნება მოთქმა და კვილთახჭერი. რა არის ზარმაცობა და ბოროტება? სიზარმაცეში საშინელი ბოროტებაა. და სიზარმაცე არის ის, რომ ადამიანები არ არიან ღმერთის სიტყვასთან ურთიერთობაში, მაძიებლობაში და მოდი მე კვირას მოვალ და პასტორის გამოცხადებებს მოვუსმენ. ეს ხო ტექნიკური ლამაზი მოსვლა არის, რომ მოვალ და როგორ სასიამოვნო იყო, კარგად ლაპარაკობდა, ზოგი შეფასებლათაც მოდის აქ, რომ შემაფასოს დღეს კარგი ქადაგება იყო თუ ქადაგებას წუნი კი არ უნდა დაუდო და პლუსი კი არ უნდა დაუწერო ზოგჯერ. ქადაგებისას შენ უნდა იყო მოწაფე, რომელიც ეძიებს უფალს და ქადაგებისას შენ დამოწმებაზე გაქვს. ამინ უფალო, შენ მე მელაპარაკებოდი ამაზე, ეხლაც პასტორის პირიდან მელაპარაკები და მე გამოცხადებებით ვიკვებები და ვიზრდები. როგორც კორინთელთა წელში პავლე მოციქულს, ყველას ერთი სულისაგან გვისვამსო. იცით მე სვავ ამ ჭიქიდან. და სულში ჩვენ სული წმინდისაგან სვავთ. ამიტომ შეგიძლია ბალიშზე დადო თავი და მოდის შენსკენ წყარო, მოედინება შენსკენ მდინარე, სულ ერთ უნდა დალიო, უნდა მიიღო ღმერთის გამოცხადება და ღმერთის კარნახი შენ ცხოვრებაში და კვირის ერთი ქადაგება, რომ პასტორის ქადაგებით გაოცებული დარჩი. მე ინახავს ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ ზარმაცი და ბოროტი მონა არის. მოვიდა დაჯდა ფეხი-ფეხზე გადაიდო, მოეწონა ქადაგება მოეწონა. წავიდა, კიდე მოეწონა სხვა და თვითონ წლები გადის და რომ მოაშორებ იმას, ვისაც გაცხადებული ქონდა და ვისგანაც იკვებებოდა, როცა პიროვნება შორდება, ის თვითონ არაფერი აღარ რჩება. თვითონ არავინ არ არის, იმიტომ რომ გამოცხადება არ არის პასტორებისთვის მარტო. რა თქმა უნდა, იმისათვის არ დაყენებული პასტორი, რომ თვალყური ადევნოს ეკლესიაში, ვის როგორ ეცხადება, თუ ვინმე შეშმაკი აცდუნებს თავისი გამოცხადებით და წერილის მიღმა რაღაცები, რომ დააბალანსოს და სწორი სწავლება მიუთითოს, მაგრამ გამოცხადება უნდა კონდეს ყველას. მინდა გითხრათ ყველას სათითაოდ სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა საკითხებში. ნახეთ. არასოდეს არ გააკეთო, რომ ადამიანი შენზე დამოკიდებული გახადო. კიდევ ერთხელ გავიმეორო, გაფრთხილება არ გააკეთო ისე, რომ ადამიანები შენზე დამოკიდებული იყვნენ, როგორც დოპინგზე. ცით არიან ადამიანები, გუშინ მივდიოდით მე და ჩემი ბიჭი პატრიარქის სამძიმარზე და გზაში რომ მივდივართ, ნახე ერთი არის ფონიჭალაში, სადაც ადამიანებს რაღაც რა ქვია იმას, მეტადონს პირში ჩაუსხავ, როგორმე ლომკები მოუხსნან. და ძალიან ბევრი იქ მიყუდებულია ხელზე, ვიღაცა ჩამომჯდარი, ვიღაცა ჩაცუცკულებ, რომ მთელი ღამე აკანკალებდათ რაღაც დამოკიდებულები, მანიები არიან, ნარკომანია ის. და დამოკიდებული არის და რომ მისცა გაუარა იმ ლომკებმა და ამ სიამოვნებას განიცდისები და შემდეგი დღე როდის მოვა და გათენდება, რომ სახელმწიფო ისევ მას ის მეტადონი, დოპინგი ისწეს რაღაცა, რომ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. მისმენთ. ბევრი ასე არის, წავალ და ქადაგების მოსმენა მინდა, თორე ცუდათა ვარ უკვე. შემთხვევით მეტადონი ხო არ არის სულიერ შენთვის ეს. თუ გამოცხადებები გაქვს, ტყეშიც რო იყვე, იქაც სიცოცხლით იქნები სავსე. ქრისტიანებს, რომლებსაც დილეგში აგდებდნენ, ისინი გამოცხადებებში ცხოვრობდნენ, უფლისწული შრომობდა მათში და მათ იცოდნენ ინდივიდუალური ურთიერთობა ღმერთთან. ქრისტიანობა არ ნიშნავს საზოგადოებრივ თავშეყრას. რა თქმა უნდა, როცა ეკლესიად იკრიბებით, პავლე მოციქული ამბობს, როცა ყველანი ერთად ვიკრიბებით, როცა ეკლესიად იკრიბებით, ზოგს აქვს ფსალმონი, ზოგს აქვს სიტყვა, ზოგს და გააკეთეთ ეს ასე, მაგრამ მე ეკლესია ისევ წავა თავისი გზით გავიშლებით, მაგრამ ცალკე როცა ხვალ უფალთან ერთად უნდა დადიოდე,
უფალი ჩემი მწყემსია. როცა უფალი გმწყემსა 22 ფსალმით შენ სამზარეულოში რო ჭურჭელს რეცხავ, იქაც უფალი გელაპარაკება. სადღაცას ქუჩაში კი სადარბაზოში ჩადიხარ, იქაც უფალი შენი მწყემსია. მე საჭესთან დაჯექი და მიდიხარ, იქაც უფალი შენი მწყემსია. საქმე საკეთებ სადღაც სამსახურში, იქაც უფალი შენი მწყემსია. ამას ქვია, რომ უფლის მართლობაა ჩემს და მე კარგია მოვდივარ ქადაგებას მოვისმენ, განვისწავლები, კიდევ უფრო გავიზრდები სულიერად, მაგრამ ეს არ არის ჩემი როგორც მეტადონზე დამოკიდებულება. ეს არის ჩემი კვება, რომელთაც მე ვიკვებები, ვიზრდები და ბევრი ადამიანისათვის ისევე უნდა გავხდე მიმტანი საჭმლის, მაგრამ არ გახადო შენზე დამოკიდებული, როგორც მეტადონზე დამოკიდებული არიან ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ადამიანებს ეზარებათ წაიკითხოს ბიბლია. ესმენთ, თუ არ კითხულობთ წმინდა წერილებს, თუ არ ფიქრობთ წმინდა წერილებს, ბიბლია გვასწავლის, რომ ნუ გაქრება ჯულისეს წიგნი შენი ბაგიდან. უნდა ლაპარაკობდე ღმერთის სიტყვის ირგვლივ. დღისით და ღამით ფიქრობდე მასზე. და შეეცადე, რომ ყველაფერი ისევე შეასრულო, როგორც დაწერილია. მაშინ მოგემართებაო ხელი, იესო ნაუნზის 1:8 წერია. მაშინ მოგემართება ხელი. პასტორის ქადაგება კარგია. სხვა ქადაგებლებიც მოდიან აქ და ქადაგებენ ხოლმე და მე ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის მე როგორც აგურს ვიღებ იმ სწავლებას და ჩემი სულიერი სახლის მშენებლობისთვის მე ვიღებ და ვინახავ ამას. მაგრამ ერთჯერადი მათი მოსვლა სულ არ ნიშნავს, რომ მე გაბრუებული, ჰალელუია, რა კარგი იყო ღმერთო. შემდეგ კვირასაც მოვალ გაზარმაცებული და კიდევ არა, პეტრეს არ მეუღია, საიდანღაც ადამიანთაგან ქრისტემ უთხრა, შენს გამოგიცხადა რა სისხლმა და ხორცმა. არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია. ამიტომ ღმერთი უცხადებს ადამიანებს და მე მინდა გითხრათ რამდენიმე ასეთი კრიტერიუმი, როგორ შეიძლება მოვიდეს გამოცხადება. პირველ რაც მინდა გითხრათ, გამოცხადება მხოლოდ ღმერთისგან მოდის და ადამიანებს არ შეუძლიათ, ადამიანებს გაუხსნან გონება. გამოცხადება ღმერთისგან მოდის და ადამიანებს არ შეუძლიათ, ვერ შეუძლიათ გააკეთონ ღვთისნაცვლად ეს. ამიტომ როცა ღმერთი უცხადებს ადამიანებს, ეს ღმერთის სუვერენული ნებაა და შეიძლება რომ მრავალი რამ გაუცხადეთ ადამიანებს. პირველი რაც შეიძლება უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი თუ გვინდა რომ გაცხადებით მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა ვირწმუნოთ მადლი. რომ მადლით გვაძლევს ღმერთი ყველაფერს. მადლით. გამოცხადება ეძლევა მადლით ადამიანებს. და მადლი რომ მიიღო, თავი უნდა გაიმზადო. როგორ? თავმდაბალი უნდა იყო. ძალიან თავმდაბალი. რეცხვის წიგნში წერია, მოსე, მე-12 მესამე მუხლია, მოსე ყველაზე თავმდაბალი იყო იმ თაობაში დედამიწაზე, ადამიანებს შორის. მოსე ღმერთს პირისპირ ელაპარაკებოდა ხოლმე, როგორც ჩვენ ეხლა ერთმანეთს ხედავთ, პირისპირ. მაგრამ ერთ რაღაცას მიხვდა, ღმერთთან ურთიერთობა წყდება, როგორც კი ადამიანს ოდნავ რაღაცა, გარეგნობა უვარდება თავში. ზოგს ცოდნა უვარდება თავში. ზოგს რაღაცა რაც არ უნდა იყოს ქონება, რომელსაც შეიძენს უკვე ისეთი აღარ არის როგორც იყო. ვის რა, მაგრამ მოსე ყველაზე თავმდაბალი იყო თავის თაობაში დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის. ამიტომ ღმერთი ადვილად ურთიერთობდა მასთან. თუ გინდა რომ ღმერთის მოსეს რო გამოცხადებები ქონდა, კიდევ გეუბნებით პირისპირ ლაპარაკი, ასე არ ულაპარაკე ადამიანებს ღმერთთან. პირისპირ. რომ დაჯდეს, როგორც იაზის, მე დაუჯდა კიდევ ვილაპარაკოთ. მოსე ლაპარაკობდა ღმერთთან პირისპირ. მაგრამ წერია რომ ის რატომ ღმერთი რატომ გამოდიოდა მასთან ასეთ ურთიერთობაზე, ყველაზე თავმდაბალი იყო დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის. იაკობის 4:6 წერია, მეხუთე მუხლიდან უფრო მეტ მადლსაც იძლევაო, დაშურებითგან სწადია ჩვენში დაავანებულ სულს და მეექვსე მუხლი ამბობს მერე. უფრო მეტ მადლსაც იძლევა ღმერთი, უფრო დიდ გამოცხადებებსაც მოიტანს ღმერთი. ამიტომ ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება და თავმდაბლებს მადლს ანიჭებს. თუ ერთი რაღაცა უნდა გააკეთო, საკუთარ თავს მიადევნე თვალყურა, არაფერი ღმერთო, არაფერი თავში არ ამივარდეს. ღმერთო მომეცი სიბრძნე, მომეცი გონიერება, მომეცი ძალისხმევა იმისა, რომ ჩემი თავი და რაც არ უნდა კონდეს, ვინც არ უნდა გავხდე, რაც არ უნდა პავლე მოციქულიანოს, მე ღმერთის მადლით თუ არაცა ვარ. ღმერთის მადლით თუ არაცა ვარ. სხვანაირად მე ვერაფერი ვერ ვიქნებოდი.
პირველი კორინთელთა 15:10 ეს ღმერთის მადლი თუ არა წავალ გამოცხადება ეძლევა მადლით ადამიანებს და თუ გინდა რომ გამრავლდეს შენ ცხოვრებაში გამოცხადება ირწმუნე მადლი რომ ეს კარგი ბიჭი ხარ მაგარი ხარ შენ განსაკუთრებული გამოგარჩიე არა მადლი ნიშნავს რომ საერთოდ არ იყავი შენი არაფერი არ იყო საჭირო ეს უბრალოდ საჩუქრად ეძლევა მადლი ბერძნული სიტყვა ხარის ნიშნავს საჩუქარს მიცემულს ადამიანს დაუმსახურებლად ამიტომ თუ რაღაცა გვეძლევა მე რომ ვაგდგევარ დღეს მე იცი რა ბიბლიის სკოლა დავამთავრე მე იცი რა ნიჭიერი ვიყავ თუ მე ასე გავაგრძელებ შემდეგ კვირას ვეღარ ვიდგებიათ იმიტომ რომ მადლი მხოლოდ მადლი და სხვა ვერაფერი შენ სადრა წაიკითხე სადრა მოისმინე და ნიჭიც თუ გაქვს ისიც ღმერთისაგან არის რაღაც ადამიანს და კიდევ მეორე ვინ რითი ზოგი ცხენებით იკვეხნისო დავითი ამბობს და ზოგი ჯარით მაგრამ ჩვენი უფლით დავიკვეხნით ამიტომ ჩვენ ეტლებით არ დავიკვეხნით ჩვენ დავიკვეხნით ჩვენი ღმერთით და ვინც იკვეხნის დაიკვეხნოს უფლით პირველი კორინთელთა 1:31 შესახებ მაშასე გამოცხადება თუ გინდა უნდა დაიმდაბლო თავი რაც შეიძლება მეტად და მეტად და მეტად თამდაბლობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ დღეს მეორე მადლი რომ მოქმედებს შენ ცხოვრებაში უნდა იყო მორწმუნე რწმენით უნდა მიიღო ყველაფერი ღმერთთან სათნო ვერ იქნები თუ გახსნილი არ ხარ რწმენით რომ ერწმუნები ღმერთს რომ ის სიკეთეს ამზადებს შენთვის და ამ რწმენით გეხარ და უყურებ უსიამოვნო რაღაცებიც რომ შეგხვდეს სიკეთეებს გიმზადებს ღმერთი ის ზრუნავს თქვენზე პირველი პეტრეს 5:7 ამბობს ის ზრუნავს თქვენზე თქვენი ყველა საზრუნავი მას დააკისრეთ ის ზრუნავს თქვენზე თორსა ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ზრუნავს ჩემზე მე მორწმუნე ვარ ებრაელთა 11:6 ამბობს რომ ღმერთი მის მაძიებლებს უზღავს როცა ეძიებ ღმერთს, როცა ერწმუნები ღმერთს, იცი რომ ღმერთი მოგიზღავს და აუცილებლად რაღაცა მეტი ხდება გასაგები და მეტი ხდება უფრო მისაღები. მეორე, რაც უნდა გააკეთო შენ ცხოვრებაში, პავლე მოციქული ბევრგან ამბობს, რომ თუ ფუჭად არ ირწმუნეთ. პირველი კორინთელთა 15 თავში ამბობს, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ. ფუჭი რწმენა რა არის? მიეცა მადლი ადამიანს და არაფერი სიკეთე არ მოიტანა მის ცხოვრებაში. პირიქით უფრო გაამაყდა, გაამპარტავნდა, უფრო უსაქმური გახდა ადამიანი და მადლი რომელიც ნაყოფს არ იძლევა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ხელის შემოbrunებასავით შემოუტრიალდეს უკან და წინააღმდეგობაში მოვიდეს ადამიანის განვითარებასთან. ამიტომ შეეცადა რომ ფუჭი არ იყოს ღმერთის მადლი. პავლე მოციქულის პირველი კორინთელთა 15-საც რო ამბობ, ღმერთის მადლი თუ არო ამბობს პავლე, რაცა ვარ და ღმერთის მადლი ფუჭი არ იყო ჩემზე, აბა რას ვაკეთებდი? ყველაზე მეც შრომობდიო, მე და არამედ ღმერთის მადლი. ანუ მადლი მოვიდა, მაგრამ შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს და შეიძლება ამ მადლთან ერთად იშრომო და მადლმაც იშრომო შენ ცხოვრებაში და რაც ვარ მისი მადლი თუ არა და ფუჭი არ იყო მისი მადლი ჩემს მიმართ. მე მომადლა ღმერთმა რაღაცა და მე მადლობას ვხვდი ღმერთს ამისთვის და რომ ვიცოდეთ რომ ფუჭი თუ არ არის მადლი შენ ცხოვრებაში, მადლი გამრავლდება კიდევ უფრო მეტად და უფრო კიდევ მეც იმუშავებს შენ ცხოვრებაში. მესამე რაც მინდა გითხრათ მადლის მიმღებლობასთან დაკავშირებით ეს არის მადლიერება მიღებულ მადლზე. საქართველოში ხალხი დადის სულ რაღაცა უკმაყოფილო. სულ რაღაცა ნიდავოლნი რუსებს რო აქვს, აი სულ რაღაცა უჟმური სახით რა. ერთხელ ერთ პიროვნებას ველაპარაკებოდი და ესეთი რაღაც მითხრა. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიქნები მადლიერი ღმერთისა. ერთი პიროვნება მეუბნეოდა აი რაღაცა სამსახურში ისე არ მინდის საქმეები და სახე ქონდა მატარებლით მოდიოდით და სახე ქონდაო ძალიან ისე კაცი აგრესიული იყო რაღაც საკითხი მე ვთხარე მე მადლობას ვხდი ღმერთს მზეს რო ხედავ. გაგიჟდება რას მეუბნები მზეს რო ხედავ მზიანი დღე იყო და მზეს რო ხედავ ძალიან მადლობელი ვარ. ცხინვალიდან იყო ლტოლვილი ეს კაცი. რო გამოვდიოდითო ცხინვალიდან ორივე დაგვიჭირესო მეც და ჩემი შვილიც. და უკვე ვიცოდი რომ იქ ძალიან ძიმე სიტუაცია იყო, აი სიკვდილის სული ტრიალებდა და ორივეს დაგხოცავდნენ რომ დაგვიჭირეს უკვე. და ჩემი ბიჭი პატარა იყო და რაღაცა უთხარიო სურათო როსო ყაზარია არისო თუ რაღაცას მიხსნი და არ ვიცი ამას ნიშნავს რომ ყურები ცოტა ესე ქონდა განმოწეული ჩემი ბიჭი და გავაცინეო
ისინი რაღაცა ეს და ღმერთს ვეძებოდი, ღმერთო დამტოვე ცოცხალიო და ჩემი შვილი დატოვე ცოცხალიო, ეხლა არ დავიხო ცოტა. ისეთი საშინელი ხალხს თვალებს თხრიდნენ, ტუალეტებში ყრიდნენ, საშინელებებს უკეთებდნენ. და ერთი ქალბატონი, რომელიც ალაპარაკეს ტელევიზორში, ჩემ შვილებსო თვალები დასთხარეს და მე გადამაღლაპეს ისინია. რომ და ეს როგორ ვარ ცოცხალი ამბობს და ჭაში ჩაყარესო ისინი ცოცხლები მერე. არიან ადამიანები რომლებმაც და დღესაც მიმდინარეობს თქვენ როგორ ფიქრობთ ეს მოხდა ისტორიის რომ გაიხედეთ ომებია ყველგან და რო წერენ და სტატისტიკურად რო გკითხულობ 1400 ჯარისკაცი დაკარგა ერთმა მხარემ 24 საათში. ღმერთო ეს ციფრები არ არის ეს ადამიანთა ბედი არის ადამიანები სახი ჩრდებიან აი ახლაც აი ამ წუთებში ძალიან ბევრი დაჭრილი ალბათ ბრძოლის ველზე შენი მადლიერება სად არის იხარ მშვიდად აქ მოხვედი ტანკით ხო არ მოსულხარ აქ არა მოგვედით მშვიდად თუ მადლიერები ვიქნებით იმისა რომ აქ ვართ მე ჩემ ძმაზე მინდა უბრალოდ დავამოწმო და აღარ წინ წავიდეთ ჯობია სიტყვას მე მოსკოვში სწავლობდი პასტორულ სკოლაში და მოვედი ერთხელ სახლში სოფელში და სავსეა რუსი ოფიცრები ჩემი სახლი. კი რა უნდა ჩემთან ოფიცრებს. და მამაჩემს სუფრა ქონდა გაშლილი და აკეიფებდა მთელ ქართველ და რუს გენერლებს და ვიღაცებს აკეიფებდა. კი რა მოხდა? შენი ძმა დაჭრეს ოსებმა და თქვენ ჩავარდაო. და მეთქი რა მოხდა? ვინ რომელი ძმა სამი ძმა ყავს და გოჩა დაჭრესო და თქვენ ჩავარდა ცხინვალში ოსებს. მე რუსმა გენერლებმა გამოიყვანეს. მე არ ვიცი, მე ვსაუბრობ, მე ღმერთს ვმსახურები, მე პლუს და რო დაჭრეს, რო გამორბოდნენ ფეხში მოარტყეს აქ და ორი ძვალი რო გვაქვს, ტყვიამ გაიარა ზუსტად შუაში, ზუსტად. ძვალი მდრად ახლოს არის, ძვალს არც კი მოსდებია და ასე დაჭრილი წაიყვანეს და მთლიანად სისხლისაგან იყო დაცლილი, საერთოდ ხელს არ კიდევდნენ ექიმებიც კი. და ისევ გადმოიყვანეს რუსმა გენერლებმა ჩვენ საზღვარზე აქეთ და საავადმყოფოში რო ნახე აი ასეთი ფერის იყო. ეხლა რო უყურებ ჩემ ძმას, ღმერთო რამხელა მადლია. ცოცხალია. აფხაზეთის ოლქში ომობდა 300 წაგვიყვანეს და 130 დაბრუნდნენ იქიდან. არც ომი იცოდნენ არც არაფერი, მაგრამ რო დაეცა აფხაზეთი წამოვედით სვანეთის გზებზე მთებზე და კენჭები ჩაგვიდო ოფიცერმა პირში რომ ნერწყვი არ გაგვწყდომოდაო. საჭმელი არ ქონდა, არაფერი არ ქონდა, შიმშილით იხოცებოდა ზოგ გზაში წვიოდნენ. ეგრევე გზაში გარდაცვლილები ეყარნენ და ვერ მარხავდნენ. მაგრამ დღეს ჩვენ მადლობა ღმერთს, მშვიდად შემიძლია დავიძინო. ეს მადლია ჩვენს ქვეყანაზე და ღმერთის ხელი არის ასე გადაფარებული. დრო იძინებ, მადლიერი იყავი. მადლობა უფალო, ხედავ შენს მადლს, ხედავ შენს სიკეთეს და ღმერთი გააგრძელებს მადლის სიკეთეს, თუკი ჩვენს ლოცვებში, ჩვენს გულებში, ჩვენ შინაგანში მადლიერებით ვიქნებით სავსე. ამენ. ღმერთი თამდაბლებს მადლს ანიჭებს, მადლიერებს მადლს უმრავლებს და ვიზეც მადლი ფუჭი არ არის, კიდე უფრო მეტად ინაყოფიერებენ ისინი მადლში. ამენ. მოდით გავაგრძელოთ თუკი ქრისტემთქო ჩემი ეკლესია აშენდება გამოცხადებებით, მაშინ როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი ბიბლია ამბობს აშენდით სულიერ სახლად. რას ნიშნავს სულიერი სახლი? სულიერი სახლი ეკლესია. ეს არის პირველი პეტრეს მეორე თავის მეხუთე მუხლია. აშენდით სულიერ სახლად. თითქოს ქრისტემ თქვა მე ავაშენებ ჩემ ეკლესიას, მე წერია აშენდით სულიერ სახლად. სულიერ სახლად რომ ავშენდეთ, ჩვენ უნდა გქონდეს გამოცხადება გამოცხადებაზე. მინდა წავიკითხო ერთი ადგილი. ეს არის. მოდი ჯერ მეორე ჯულს ავიკითხავ და მეორე ჯულის მერე წავიკითხავ იგავების სიგრძს. მეორე ჯულის 29-29. მეორე ჯულის 29 თავის 29 მუხლი. დაფარული უფალს ჩვენს ღმერთს ეკუთვნის. გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენ შვილებს უკუნთი უკუნისამდე რომ შესრულდეს ამ ჯულში ყოველი სიტყვა. დაფარული ეს ისეთი რაღაც არის, რაც ვერ შეიძლება რომ ადამიანებმა გაიგონ და ის ვისაც არის ვის ეკუთვნის, ღმერთს ეკუთვნის. გაცხადებული ჩვენ და ჩვენ შვილებს.
ღმერთი გამოცხადებას აძლევდა ადამიანებს, იმიტომ რომ დაფარული იყო და ვერ შეეძლოთ გაეგოთ ეს ადამიანებს. ამიტომ უფალი მოდიოდა და ადამიანებს უცხადებდა ამის შესახებ და ეუბნეოდა, რომ ეს ასეა. იმისაც რომ გამოცხადება ადამიანის ცხოვრებაში მოქმედი იყოს, მე ვთქვი რომ თავმდაბლობა, უბრალოება, ღვთიური სულის კარნახის ქვეშ პრაქტიკული განხორციელება საჭირო რომ ადამიანის ცხოვრებაში გამოცხადება კვლავ გაგრძელდეს. ვკითხულობ იგავების 29 თავის მე-18 მუხლს. იგავების რუსულ თარგმანში უკეთესად არის, ქართულ თარგმანში ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი, რჯულის დამცველი კი ნეტარია. ია წამიკითხე რუსულად. Без откровения свыше. მაღლიდან გამოცხადების გარეშეო შეუძლებელია народня буздан. ნიშნავს რომ ხალხი ვერ იქნება კარგად აღჭურვილი. ვერ იქნება კარგად მობილიზებული. თუ მაღლიდან არ ეძლევათ გამოცხადება. ამიტომ გამოცხადების თვის ადამიანებს ჭირდებათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც ძიება ქვია. ძიება. თუ არაფერს არ ვეძიებ, ქრისტე მოუწოდებდა და ამბობდა, გამოიძიეთ წერილები, ისინი ჩემს შესახებ ლაპარაკობენ. ყოველთვის შეკითხვა დასვი. ნუ იქნები აი ესეთი ბრბო გათიშული. მითხრეს გავიგე, ეგრე ვირწმუნე, როგორც მითხრეს, რატო უნდა ვირწმუნო? მე მინდა დავრწმუნდე ჩემი კითხვების პასუხებზე. დამარწმუნეთ, მინდა რომ მე თვითონ მივიდე ამ შეგნებამდე, რომ ჩემი რწმენა იყოს მყარე. სხვა დარწმუნებული როა და მის სიმყარეზე დავდგები, ხვალ აუცილებლად დავეცემე. მაგრამ თუ მე გამეხსნა და თუ მე გავიგე, მე აღარასოდეს აღარ დავეცემე. იმიტომ რომ როგორც ქრისტემ თქვა, წყალს რომელსაც მე მივცემ ადამიანებს უკუნისამდე არ მოსწორდებათ. ამიტომ იყავი მაძიებელი ქრისტიანი. დასვი ბევრი შეკითხვები საკუთარ თავში და ზოგჯერ ადამიანებთან ურთიერთობაშიც. და როცა მაძიებელი ხარ, მაძიებლობას ღმერთი საზღაურს აძლევს. მოდით მინდა რამოდენიმე ადგილი წავიკითხო გამოცხადებასთან დაკავშირებით პავლე მოციქულის ცხოვრებაში. თუ როგორ ეძლეოდა მას გამოცხადება და რომ მას ყველაფერი რაც ჰქონდა, ყველაფერი რაც მის ცხოვრებაში იყო და დღეს შეგვიძლია რომ მთელი ქრისტიანობა მადლიერი ვიყვეთ პავლე მოციქულისა, რომ ამდენი წერილი დაგვიტოვა, ამდენი წმინდა წერილი არის, რომელიც გვაგებინებს ყველაფერს თითქმის, რაც კი შეიძლება ქრისტიანული გზისთვის იყოს საჭირო. პავლე მოციქულმა ყველაფერი აგვიხსნა და გაგვაგებინა, მაგრამ ის წერს, რომ მე ეს მივიღე არა ადამიანთაგან და ადამიანისგან, არამედ უფლის გამოცხადებით. მინდა წავიკითხოთ ებრაელთა ებრაელთა წერილს წავიკითხოთ. მოდი მეორე კორინთელთა მე-12 თავი. მეორე კორინთელს ეკლესიას უწერს პავლე მოციქული და უხსნის, თუ როგორ მოხდა მის ცხოვრებაში ღმერთის გამოცხადებების მოსვლა. მეორე კორინთელთა მე-12 თავი. და ის ხსნის რა დონის გამოცხადებები ქონდა ღმერთისგან, რაც სხვა ადამიანებს არ აქვთ. მართლაც სასარგებლო არ არის ჩემთვის კვეხნა. თუ რაღაცით უნდა დავიკვეხნო, მე ჩემით არაფერი არ არის დასაკვეხნი. ვინაიდან მოვალ უფლის მოჩვენებისა და გამოცხადებებისას. ვიცი კაცი ქრისტეში, მესამე პირში ლაპარაკობს სინამდვილეში, ეს თვითონ არის მოციქული პავლე, ვისაც ეს გადახდა თავს და რა გამოცხადება ნახა ღმერთისგან. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც 14 წლის წინ არ ვიცი სხეულში, არ ვიცი სხეულის გარეთ. ღმერთმა იცისო ამის შესახებ. ასეთი ატაცებული იქნა მე-13-მდე. და ვიცი ასეთი კაცის შესახებ, სინამდვილეში სხვაზე კი არ ლაპარაკობს, უბრალოდ თავის მოყოლას ახდენს, რომ თითქოს ის სხვა იყო და არც კი ამბობს, რომ მე აიცი ეს შემხვდა და მე აი ეს ვნახე. ვიცი ასეთი კაცის შესახებ, სხეულში იყო თუ სხეულის გარეთ არ ვიცი, ღმერთმა იცის, რომ ის ატაცებული იქნა სამოთხეში. და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს. იცი არის სიტყვები, რომელსაც უნდა ნატრობდე, როდისღაც მომასმენინე ღმერთო, რასაც პავლე ისმენდა. გამოუთქმელ სიტყვებს ისმენდა, რომელთა გამოთქმა ნებადართული არ აქვთ ადამიანებს.
ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემით კი არა დავიკვეხნი, თუ არა ჩემი უძლურებებით. მე ქვემოთ ამბობს, რათა არ გაუმედიდურებულიყავი მეშვიდე მუხლიდან, მეტი გამოცხადებებით ეკალი მომეცა სხეულშიო. სატანის ანგელოზი რომ დამქეჯნოს, რათა არ გაუმედიდურდე. სამჯერ შევედრე უფალს და უთხარი, მომაშორე იგი და მითხრა უფალმა, გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ მიჩნ სათნო უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებასა, დევნასა და შევიწროებაში, ქრისტეს გულისათვის, ვინაიდან როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერი. გამოცხადება პავლე მოციქულის, რომ მე თუ ქრისტეს გულისთვის დარტყმა მივიღე, შეურაცხყოფა მივიღე, დამცირება მივიღე და რაღაც სასწაულებრივად იწყებს ღმერთის ძალა მოქმედებას ჩემს ცხოვრებაში გამოსავლინებლად. მოდით ნახოთ გამოცხადება. ვის უნდა რომ კონდეს ღვთისაგან გამოცხადებები? არის ხალხი, ვისაც უნდა, არის ხალხი, ვისაც არ უნდა. ან უნდა და ხელი არ აწია. იცით, ზოგს მიაჩნია, რა კარგია გამოცხადება? გამოცხადება ავალდებულებს ადამიანს. პასუხისმგებლობას ადებს. თუ გამოგეცხადა და გაგიცხადდა, ღმერთის შემთხვევით არ უცხადებს და ფუჭად არ უცხადებს ადამიანს თავის თავს და თავის ნებას და დაფარულს, რატო ხდის ფარდას მათ ცხოვრებაში. ეცხადებათ და ჩვენ ვხედავთ ბიბლიაში ძალიან ბევრ ადამიანებს, ვისაც თვალი ეხილებოდათ და ეცხადებოდათ იმისათვის, რომ შემდეგ ისინი გამხდარიყვნენ ბრმათათვის წინამძღოლები და ეშრომათ იმის, რომ მათაც ახელოდათ თვალები. მაშასე, გამოცხადება პავლე მოციქულიამოს, რა გამიკეთა გამოცხადება? გამოცხადება, რომ არ გაუმედიდურებულიყავი მეტი გამოცხადებით. რა მომეცაო? სატანის ანგელოზი მომეცა და ეკალი მომეცა, რომ დავეთრგუნე, რომ მისმინეთ. თუ ნახავ სულიერ ადამიანს, რომელიც ღმერთს იცნობს და ღმერთთან დადის და ღმერთი მის ცხოვრებაში ფარდას ხდის ამა თუ იმ საკითხებს, შენ ნახავ, რომ იმ ადამიანს რაღაცა ექნება ისეთი, რაზეც ღმერთმა არ უპასუხა. სულ ღმერთთან კონდეს ურთიერთობა და ღმერთზე დამოკიდებული გახდეს და არ თქვას, მე უკვე აღარ მჭირდები ღმერთო, იმდენი ვიცი და იმდენი გამიცხადდა. და როცა ამბობენ ეკალი მომეცა, ბევრი ამს რა იყო ის ეკალი, რა ქონდა პავლე მოციქულს ეკლა სატანის ანგელოზი, ბევრი ამს თვითონ თვალების ტკიოდა და სხვა ადგილზე ეკლესიები ეუბნებოდნენ, თქვენ თვალებსაც ამოიღებდით და მომცემდით. მე ეს გამონათქვამი იყო იმ დროისთვის, რომ შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, როგორც დღეს იყენებენ ამ სიტყვას, ასე დამოკიდებული ვქონთ, რომ ადამიანს მე შენი გულისთვის თვალებს ამოვიღებ და მოგცემ. მაგრამ ეს ნამდვილად არ მიანიშნებს, პავლეს თვალების პრობლემა ჰქონდა და ვიღაცები ცდილობდნენ მას თითქოს შენაცვლებოდნენ და თქვენ თვალებსაც ამოიღებდით და მომცემდით. არა, პავლე მოციქულს ჰქონდა ყველგან სადაც წავიდა და ყველგან ეშმაკი უწყობდა სიურპრიზებს და ტერაქტებს. თავს ესხმოდნენ, ვერ უგებდნენ, პირს არ აღებინებდნენ. ეშმაკი მუდმივად იქ ახლოს იყო და ადამიანები უცბად პავლემ პირველი კორინთელთა 16:19 მუხში წერია, ჩემთვის ღია და გმეთი კარები. ღმერთმა გამიღო ეს კარები, მაგრამ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან. როცა გიცხადდება, უნდა იცოდე, რომ შენი გამოცხადება გეუბნება, რომ ვიღაცასთან უნდა ზიარება მოახდინო. უნდა უთხრა ადამიანებს, მაგრამ ადამიანებს კაბილები აქვთ გალესილი. შენ უნდა იცოდე, რომ ის ჭურჭლები შეიძლება თავს დაგესხან და შენ გამოცხადებიანად გაგგლიჯონ. ამაში არის ბოროტება ქვეყნიერების, რომ შენ ღვთის სინათლე გინდა შეიტანო მათში, მაგრამ მათ ძულთ სინათლე, იმიტომ რომ ბოროტია მათი საქმე. აქედან გამომდინარე, ფრთხილად უნდა იყო და უთხრა ღმერთო, გამიღე კარები. ღმერთო, გამიღე კარები, რომ და პავლე მოციქული მოუწოდებდა ეკლესიას, ილოცეთ ჩვენთვის, რომ გაიხსნას კარები, რომ თამამად და გაბედულად ვიქადაგო ღმერთს სიტყვა. იცი, ბედნიერი ქრისტიანი ვინ არის? ვისაც გაუცხადდა და ვისაც გაუღო ღმერთმა კარები და ადამიანების გულებში შეაქვს ეს სინათლე. ბედნიერება არის ეს და გიხარია, რომ ეს შესაძლებლობა გეძლევა. მოდით ნახოთ გამოცხადება პავლე მოციქულისა, რომ გამოეცხადა ქრისტე მიმდინარე გზაზე. ეს არის
საკმოწყულთა მეცხრე თავი. პავლე მოციქული იცით რომ ეკლესიის მდევნელი იყო. დევნიდა ეკლესიას და დამასკოში მიდიოდა ეკლესიის გასადევნად. აიღო საბუთები, ბარათები, რომ წასულიყო და ეკლესია დაესაჯა, დაიჭირა და მieყვანა იერუსალიმში გასასამართლებლად. ვისაც ნახავდა ამ გზაზე მიმდინარეს. საკმოწყულთა მეცხრე თავი. ხოლო საულე ჯერ კიდევ უფლის მოწაფეებზე მუქარითა და მკვლელობით სუნთქავდა. გამოცხადდა მღვდელმთავრებთან და ითხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგაში, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაც და დედაკაც შებორკილი მოეყვანა იერუსალიმში. როცა იგი მიდიოდა დამასკოს გზაზე, მოულოდნელად უეცრად, აი ამას ქვია გამოცხადა, მოეფინა მას სინათლეზე ციდან. დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა, საულ, საულ, რატომ მდევნი მე? მან კი უთხრა, ვინ ხარ შენ უფალო? და მან უთხრა, მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. ძნელია შენთვის წვეთის წინააღმდეგ წასვლა. ზრწოლითა და შიში წამოდგა და უთხრა, რას მიბრძანებ უფალო რომ გავაკეთო. შემდეგ წერია, მე კიდევ ხედავ სხვა გამოცხადებას. ნახეთ ახლა ერთი გამოცხადება, რომელსაც ღმერთი აძლევს, საქმეების ცხრის 10-დან ვკითხულობ. დამასკოში იყო ერთი მოწაფე, უფლის მიმდევარი, სახელად ანანია. უფალმა მოჩვენებაში გამოცხადებით უთხრა, ანანია, მან კი უთხრა, აი აქ ვარ უფალო. უთხრა მას უფალმა, ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ქვია პირდაპირ და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი სახელად საულე, რამე თუ აი ის ლოცულობს. უფალი აგზავნის, კარგად იცის ამ ადამიანმა, რომ უფალს ელაპარაკება და უფალი აგზავნის, წადი ეს გააკეთე. დაიხილა მან მოჩვენებაში კაცი, რომელიც ანანია, რომელიც მივიდა, პავლე მოციქული ხედავს და ხელები დაადო მას და თვალი აეხილა. ანანიამ უთხრაო, ჩვენებები ჩვენებებზეა, ხილვები ხილვებზეა, გამოცხადებები გამოცხადებაზეა, ანანიას მიმართ თუ პავლეს მიმართ და ანანიამ უთხრა, უფალო, ბევრი საგამსმენია ამ ადამიანზე. ყველას ეგონა რომ პავლე მოციქული უნდა შეპარული იყო, გაერგო ყველაფერი, ყველა დეტალები და მერე დაეჭირას ყველა ერთად. ანანიამ უთხრა, უფალო, ბევრი საგამსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება გაუკეთა შენს წმინდანებს იერუსალიმშიო. და აქაც მღვდელმთავართაგან აქვს ძალაუფლება შებოჭოს ყველა, ვინც შენს სახელს მოუწოდებსო. მაგრამ უფალმა უთხრა მას, წადი, შენ არ იცი რა პროცესი მოხდა. მის ცხოვრებაში მოვიდა გახსნა გამოცხადება, ვინაიდან ის არის ჩემი ამორჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. და ვაჩვენებ მას, რაოდენ უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისათვის. და წავიდა ანანია იმ სახლში, მივიდა ხელები დაადო და პავლეს თვალი აეხილა. პირველი რაც მინდა გითხრათ კიდევ საქმესთან დამოკიდებულებაში, თუ გინდა რომ თვალი აგეხილოს, შეეცადა ისეთ ხალხთან იცხოვრო, ვისაც უკვე გახელილი აქვს თვალი. და ისეთი გარემოცვა გქონდა, სადაც სულიწმინდა მოშაობს ადამიანებში. და არა ისე, სადაც ურწმუნო ადამიანები, რა ვიცი, მე რა ვიცი და ადამიანები მარტო წუწუნებენ და მარტო უარყოფით გამოთქვამს, შეეცადა გაეცალო იმ ატმოსფეროს და სწორ ადამიანებთან სწორი ურთიერთობა აიშენე, რომ სწორი კვება მოდიოდეს და რწმენის მამაკაცები და დედაკაცები გარს გარტყავდნენ, რომ როცა დადგება საკითხი, შენ ყოველთვის გქონდეს სიტყვა, რემა, გამოცხადება ღმერთისგან მოსული. ამინ. მოდით ერთი ორი ადგილი ვნახოთ კიდევ გამოცხადების თვის იმისაც, რომ გამოცხადება მიიღო, მანამდის რაღაც უნდა გააკეთო. პეტრე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ სანამ გამოცხადებას მივიღებთ, სანამ გაგვიცხადდება რაღაცა, დავითი ფსალმუნებში ამბობს ჯერ რომ შენი სიტყვა რა ლამპარია და სინათლე ჩემი ბილიკისათვის. 118 ფსალმუნის 105 მუხლი. ლამპარია შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკისათვის. სანამ გამოცხადება მოვა, პეტრე მოციქული ამბობს, ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ სიტყვას ჩაეჭიდოს ყველა ქრისტიანი. მეორე პეტრეს პირველი თავის 19 მუხლი დაგკითხულობ. და ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, ბიბლია. და კარგშრებით რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელ
სიბნელე ბიბლიაში გაუგებრობას ნიშნავს, რომელიც ბნელ ადგილას ანათებს, ვიდრე დღე განათდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოფწყინდებოდეს თქვენს გულებში. ცისკრის ვარსკვლავი იესოს სახელია. იესო ქრისტეს სახელია ცისკრის ვარსკვლავი. რა უნდა გავაკეთოთ იქამდე, ვიდრე ქრისტე მთლიანად გაცხადდება ჩემში, ვიდრე მთლიანად გამოისახება ჩემში, ვიდრე ქრისტეს რწმენით მივიღებდე და დამკვიდრდებოდეს ჩემში. ჩვენ გვაქვს უმტკიცეს წინასწარმეტყველური სიტყვა, დაწერილი 4 სახარება, მოციქულთა საქმეები, წმინდა წერილები. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ არ მოვტყუდეთ და როგორც ისო ანათებს როგორც ლამპარი, კარგშრებით რომ მიმართავთ მას როგორც ლამპარს, რომელიც ბნელ ადგილზე, გაუგებარ ადგილებში ყველაფერს გვაგებინებს, ეს გაუგებარ ქროშკები გამოერთოთ და ჩაბნელოს, ზოგჯერ შეიძლება არც კი იცოდეს სად ახარ და რას აკეთებ. მაგრამ ბნელ ადგილზე სინათლე ანათებს და მე უკვე შეგიძლია სწორი გადაადგილება, ვიდრე სადამდე დაგჭირდება წმინდა წერილები, ვიდრე ქრისტე გამოცხადდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში, ვიდრე უფალი გამოანათებდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოფწყინდებოდეს თქვენს გულებში. იქამდე ადამიანებს ეძლევათ გამოცხადება, მადე გამოცხადებამდე ადამიანებს ეძლევათ მორჩილება წმინდა წერილის მიმართ. მე მინდა გავიხსენო წინამსახურების ის მუხლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ქრისტიანისთვის. ეს არის იოანეს მე-14:21 მუხლი. მე ზეპირად ვიტყვი და მინდა რომ დავინახოთ, ეს მუხლი შესასწავლი არის და კარგად დასაფიქრებელი. ქრისტემ თქვა, ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათო. არიან ადამიანები, ვისაც აქვს, მაგრამ არ იცავს. არიან ადამიანები, ვისაც არც კი აქვს უფლის მცნებები, არც კი ისწავლა ღმერთის სიტყვა, რომ ღმერთის ნება გაეგო და შეესრულებინა. მაგრამ ვისაც აქვს და იცავს მათ, მას უყვარვარ მე და ვისაც მე უყვარვარ, შეყვარებული იქნება მამა ჩემის მიერ და მას მე თვითონ გამოვეცხადები, ქრისტემ თქვა. ეს არის აღთქმა, როცა ჩვენ უფლის სიტყვას ვსწავლობთ, მოვდივართ ეკლესიაში, სახლში ვზივარ და მეცადინეობთ, შემდეგ, როცა მაქვს უფლის სიტყვა, ვისაც ჩემი ცნებები აქვს და მე ყოველდღიურ პრაქტიკაში, სულ არავინ არ გიყურებს, იცავ იმ სიტყვას და ცხოვრობ ამ სიტყვის მიხედვით და ქრისტემ თქვა, ვინც ამას აკეთებს, მას უყვარვარო მე. და ვისაც მე უყვარვარ, შეყვარებული იქნება მამა ჩემის მიერ. მას მე შევიყვარებ და მე თვითონ გამოვეცხადები. და ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხედავენ, რომ რაღაცა ჩემზეც ყოფილა დამოკიდებული. რა, ეს ორი რამ მიაქცეთ ყურადღება. პირველი, რომ მე უნდა მქონდეს უფლის მცნებები და ვიცავდე მათ. ვკითხულობდე წმინდა წერილს და ვასრულებდე ჩემს ცხოვრებაში. და როცა ასია, მამა ჩემიო, დაინახავს ამ ადამიანს და შეყვარებული გახდება მამა ჩემის ეს პიროვნება, მამა ჩემი შეიყვარებს მას, მათ მე შევიყვარებ და მე თვითონ გამოვეცხადები. უფალი შეიძლება გამოგეცხადოს ცხადათაც, უფალი შეიძლება გამოგეცხადოს სიზმრად, უფალი შეიძლება გამოგეცხადოს სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სახით. მე რო ვლაპარაკობ ამ თემას, ნიადაგს ვამზადებთ იმისაც, რომ ადამიანებმა შეძლონ უფლის გამოცხადების მიღება. ბევრ ადამიანს უფლის გამოცხადებისას შიში ქონდა ძალიან დიდი, როცა უფალი ეცხადებოდა ხალხს ეშინოდა ძალიან. უფალი როცა მკვდრეთით აღსდგა და გამოეცხადა მოწაფეებს, ეშინოდათ, რომ უფალო თუ ეს შენ ხარ, ეშინოდათ ყოველთვის უფალთან აი ესეთ დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ რაც უნდა გვესმოდეს, მე ვიმზადებ თავს და ვემზადები იმისაც, რომ დღეს რაც გამიცხადა ის გავაპრაქტიკო, რათა უფალმა გამიცხადოს ის, რაც ჩემთვის დაფარულია. მისმინეთ ახლა ყურადღებით რაღაც მინდა თქვა. შენ არ ხარ უფალზე ჭკვიანი, შენი თავის მიმართაც კი. იმიტომ რომ თუ გინდა რომ უფალმა რაიმე გაგიცხადოს და გითხრას, უნდა გაამზადოს საკუთარი თავი, არა მარტო კოჭებამდე შესასვლელად. მუხლებამდეც უნდა შეხვიდე, წელამდეც უნდა შეხვიდე და უფლის დინებასაც გაყვე. თუ ამ დინარის სიღრმეებში არ შედიხარ, უფლის გამოცხადება თითქოს ჩაკეტილი არის და არ ეძლევა ადამიანს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც გაცხადებული აქვთ უამრავი რამ, ჯერ კიდევ ხორჩი ცხოვრების დღეებში სანამ არადისობაში გადავლეთ. ამიტომ ჩვენ ის რაც მოგვეცა და გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ და დავრჩეთ მასში ვიცხოვროთ და უფალი თავის დროზე იმ ასაკის მიხედვით აი მასწავლებლები ზიხართ აქ ზოგიერთები სხვა საგნებს ასწავლით და არც ერთი მასწავლებელი არ ასწავლის, თუნდაც ჩვენ ბიბლიის სკოლაში არ ვასწავლით ადამიანებს პირდაპირ გამოცხადების სიგნს, არ ვასწავლით დანიელის განმარტებას. რატომ? იმიტომ რომ
პავლე მოციქულებს კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი თქვენთვის, მაგრამ ყურმძიმენი გახდით, არ შეგიძლიათ მაგის მოსმენა. ადამიანს არ შეუძლია ინგლისურის რომელიღაც მაღალი დონე დააკმაყოფილოს, როცა ABC ჯერ არ იცის. ამას არ ეძლევა რომ შეეხოს კიდევაც, მაინც მისთვის უცხო იქნება ეს ყველაფერი. ამიტომ, როცა არ ცხოვრობ ქრისტიანული ცხოვრების წესით, გამოცხადება არ გჭირდება ჯერ. ვერ გეძლევა ჯერ, მაგრამ თუ აგძელებ უფალზე მიყოლას და წყურვილს, უფალი უფრო და უფრო მეტად ცხადდება მის ხალხში. ამენ. გამოცხადების წიგნი იცით როგორ იწყება? იოანე იყო მიძღვნილი ქრისტიანი, მოციქული, რომელიც უფლისთვის იტანჯებოდა და თვითონ წერს, როგორ გამოეცხადა მას უფალი, როგორ მოვიდა უფალი მის ცხოვრებაში, როცა ის უფლის სიტყვის და უფლის დაწერილი ნების თანახმად დედამიწაზე ასრულებდა მის დავალებულ მისიას და საქმეს და გამოცხადების წიგნი მთლიანად იოანეს გამოცხადებაზე არის ხაზგასმული და იოანე ამბობს, გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მიეცა მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე. მან აუწყა თავის მონა იოანეს, გაუგზავნა თავისი ანგელოზის საშუალებითო და მისცა გაცხადება. და მე რა ვკითხულობთ უკვე პირველივე თავში, როგორ გამოეცხადა და უთხრა იოანე, აგერ მე შენს წინ მდგევარ და ნახეთ, იოანე წერს, რომ გამომეცხადაო, როგორი რა დამემართა მე მისი გამოცხადებისას. ეს არის მე-19 მოხდა ვკითხულობ. მე ვარ იოანე, თქვენი ძმა, თანამონაწილე ჭირში, მეფობასა და იესო ქრისტეს მონობაში. მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, იცით რომ სატანჯველი კუნძული იყო და იქ ადამიანებს ძალიან მძიმე შრომაში ქვის სამტრევი რაღაცა ის იყო და იქ გზებისთვის, რომ ის გზებისთვის ამზადებინებდნენ მასალას და ამუშავებდნენ მონებს დაჭერილს ძალიან მძიმე საშინელი შრომით საკვებისა და წყლის გარეშე და ისინი იქვე იხოცებოდნენ ძალიან ბევრნი. მაგრამ აქ პატმოსი ყველას შიშის ზარს სცემდა, თუ ვინმე პატმოსზე მოხვდებოდა, იცოდნენ იქიდან ცოცხალი არ ბრუნდებოდა. მე ვიყავიო იქ, არა ბოროტი რო ვიყავი, იმიტომ დამიჭირეს და ჩამაგდეს ღმერთის სიტყვის და იესო ქრისტეს მოწმობისთვის. და ვიყავი სულში, უფლის დღეს და ჩემი უკნიდან მოვისმინე ხმა როგორც ბუკის მსგავსი, რომელიც ამბობდა, რასაც ხედავ დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას, ეფესოს, მირნას, პერგამოს, თიატირას, სარდეს, ლაოდიკიას და ფილადელფიას და ლაოდიკიას. მიუბრუნდი რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა და მიბრუნებისას ვიხილე 7 ოქროს ლამპარი და 7 ლამპრის შუაში ვიხილე მსგავსი ძისა კაცსა, რომელსაც ემოსა მოსასხამი და გულმკერძე ოქროს სარტყელი ერტყა. თავი მისი და თმები თეთრი როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი და თვალები მისი როგორც ცეცხლის ალი. მისი ფეხები როგორც მბზინავის სპილენძი, როგორც ქურაში გაორორობდა მისი ხმა, როგორც მრავალი წყლის ხმაური. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა, მარჯვენა შეჭირავ 7 ვარსკვლავი და პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი და მისი სახე როგორც მზე თავისი დიდებით მბრწყინავი. როცა ვიხილე მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა, ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ცოცხალი და მკვდარი ვიყავი თქვენი ცოდვებისთვის და აი ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე და მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები. ამიტომ დაწერე, რაც ნახე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ. ეს გამოცხადება ყველასთვის არის და მთლიანად წიგნი გამოცხადებისა ჩვენ გვეკუთვნის ეკლესიას, რომ ყურად ვიღოთ, რომ ჩვენი ხედვა ჩამოყალიბებული იყოს, როგორი არის იესო ქრისტე. ზოგს იესო ქრისტე ჯვარცმული, დატანჯული და იმ შეურაცხყოფილ მდგომარეობაში ყავს მარტო წარმოსახული, მაგრამ იოანემ თქვა, როცა მე ის ვიხილე, როცა მე ის ვნახე, განდიდებული, მისი სახე როგორც მრავალი მზე, მისი ხმა როგორც მრავალი წყლის ხმაური და რა შევადა რომ არ ვიცი როგორი არის ის, როცა ჩვენ ასეთი რწმენით ვირჩევთ რომ უფლის სამსახურში შევიდეთ, ჩვენ გვინდა რომ ერთი რაღაც თქვათ, იყოს შენი ნება უფალო ჩემს ცხოვრებაში, იყოს შენი ნება. მე მჯერავი ყველანი ვინც აი აქ ზიხართ, მოწოდებული ხართ და მე თვითონაც
მოწოდებული ვარ იმისაც, რომ უფრო მეტი გავგვაგებინოს უფალმა. უფრო მეტი გაგვიხსნას, უფრო მეტად მოგვამწიფოს, უფრო მეტად მოგვამზადოს და უკანასკნელ დროში ღმერთი მოიტანს იმ სიმწიფეს და იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გავიგოთ, რას აკეთებს უფალი. და ქრისტემ თქვა, მე თქვენ მონებს არ გეძახით. მე თქვენ შვილებს და ძმებს და დებს გეძახით, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არ უცხადებს ღმერთი მონებს, მაგრამ თქვენ ჩემი დაძმები ხართ, ჩემი შვილები ხართ და არაფრის ქმნას არ აპირებს ამოსის 3:7 ამბობს, არაფრის ქმნას არ აპირებს უფალი სანამ თავის ერს არ განუცხადებს ღმერთი ის, რაც უკანასკნელ დროში ხდება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო რაღაც მინდა გითხრათ. ღმერთი იძლევა გაცხადებას. სხვადასხვანაირად მთელ საქიმოცკულთა წიგნს თუ წაიკითხავ, პავლე მოციქული ბევრს წერს, გაუმეცხადა ტაძარში, იქ მითხრა, რომ არ მიიღებენ შენ მოწმობას და წადი წარმართებში გაგზავნი. გაუმეცხადა, როცა გემით მიდიოთ, ანგელოზი გაუმიგზავნა ღმერთმა და გაუმიცხადა. და სულ გამოცხადებ ზებუნებრივი ჩართულობის გახსნებზე ლაპარაკობს მთელი წერილი. მე მჯერა, რომ ეს დაიწყება ჩვენ ეკლესიაშიც, დაიწყება უკანასკნელ დროს ღმერთი თავის ხალხში ისეთ რაღაცებს ახდის ფარდასაც არ იყო იქამდე გასაგები და ცხადე, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ ეს არ იქნება მხოლოდ შენი, ეს იქნება ყველასი და ეკლესია უნდა იყოს ზიარებაში, რომ ჩვენ ერთმანეთი გადავავსოთ იმით, თუ რა და საით უნდა რომ უფალს წავიდეთ და ვაკეთოთ და აუტანოთ სასურველი ნაყოფი, მასთან შეხვედრა მოდის. ვიდრე უფალთან დავბრუნდებით და უფალს შევხვდებით მარადისობაში. წამოდექით ჩემთან ერთად მე მინდა რომ ვილოცო და უფალს ვთხოვოთ, რომ ერთ ადგილზე კორინთელთა წერილში, უბრალოდ ეფესელთა წერილში პავლე მოციქული მე მინდა რომ წავიკითხო ეს და ვილოცებთ, იმიტომ რომ ეს ლოცვა არის პავლე მოციქულის. და მე მინდა რომ ეს ლოცვა წავიკითხო ჩვენთვის. იმიტომ რომ პავლე ლოცულობს და ეს ლოცვა გვეკუთვნის ჩვენ და ეს არის ეფესელთა პირველ თავში. პავლე მოციქული რას ევედრება ეფესოს ეკლესიას ავედრებს ღმერთს. ამიტომ მეც როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალი იესო ქრისტის და თქვენი სიყვარული ერთი მეორის მიმართ, წმინდანების მიმართ, არ წყვეთ ღმერთისადმი მადლიერებას თქვენთვის გიხსენებთ ჩემს ლოცვებში. და მე-17 მოხლიდან აი რას ლოცულობდა პავლე ყველა ქრისტიანისთვის და შენთვის. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად. და მე სამ რაღაცას უხსნის. გაანათლოსო თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, პირველი, რაშია მისი მოწოდების იმედი. როგორია მისი დიდებულების მემკვიდრეობა მეორე წმინდანთათვის. როგორი არის, სად მივყევართ ღმერთს, თვალი აგიხილოთო ღმერთმა, რომ ბუნდოვანი არ იყოს, როგორია მისი დიდებულების მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდანთათვის და მესამე, რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება. მე მინდა რომ ვილოცოთ, რომ სიბრისა და გამოცხადების სული მუშაობდეს ეკლესიაში.